ბრძანებისთვის ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის უმაღლეს სასწავლებლებს, უნივერსიტეტის რექტორებს და წარმომადგენლებს. მინდა გითხრათ, რომ დღეს ხდება პრაიმ ტაიმის პრეს-კლუბში ესეთი რამ უკვე 3 წელია, რაც პრაიმ ტაიმის პრეს-კლუბი არსებობს. თემა ესეთი ყბადაღებული, რომ პოლიტიკოსებს, ადამიანებს, რომელსაც განსხვავებული აზრი აქვთ, არ ქონდათ ადგილი, სადაც ისაუბრებდნენ ამ თემაზე 3 წლის უკან, თავიანთ პრობლემებზე ან თავიანთ საკითხებზე. 3 წლის უკან ჩვენმა გუნდმა გადაწყვიტა, რომ შეექმნა ეს პრეს-კლუბი, რომელშიც იქნებოდა აბსოლუტურად ღია თავისუფალი ურთიერთობა ჟურნალისტებსა და რესპონდენტებს შორის. ეს 3 წელია მე მგონია ყველა ვინც დადიხართ იცით, რომ არის ადგილი, სადაც არ არსებობს შეზღუდული თემები, არ არსებობს დაფარული თემები, პირიქით ძალიან ბევრი პრობლემა, ძალიან ბევრი თემა აქ დასმულა, გადაწყვეტილა და შექმნილა. ჩვენი პრაქტიკიდან, აი ამ 3 წლიანი პრაქტიკიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ ესეთი რამ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება სტუდენტებისთვის აი ამ აქტიურ პროცესში მონაწილეობის მიღება, იმიტომ რომ ეს არ არის მარტო ვთქვათ ურთიერთობა რესპონდენტსა და ჟურნალისტ შორის, ეს არის ადგილი, სადაც ჟურნალისტმა შემეცნებითი რაღაცები შეიძლება გაიგოს. შეუძლია მას ჩაეძიოს ყველა აქ მოსული რესპონდენტი ძალიან ღია იმისთვის, რომ დაეხმაროს ჟურნალისტს ღრმა დაუხსნას საკითხი, თუ კი რაიმე პრობლემა არსებობს და თქვათ მას აქ გასარკვევი შეუძლია, რომ აი ამ სივრცეში ეს ყველაფერი გაირკვეს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენი აი ეს პრეს-კლუბი ონლაინ რეჟიმში სტრიმინგის მეშვეობით, აი იქ შეგიძლიათ შეხედოთ, ჩვენ ახლა ვართ ინტერნეტში ონლაინ რეჟიმში. ნებისმიერ ვთქვათ ადამიანს, ვინც არის ინტერნეტ მომხმარებელი, ზის ინტერნეტთან და შეუძლია ამას თვალყური ადევნოს, გამომდინარე აქედან შეუძლია ონლაინ რეჟიმში გამოგზავნოს კითხვა და დაუსვას აქ რესპონდენტს. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან ღია და აქტიური პროცესი ურთიერთობისა. ჩვენ შევთავაზეთ აი აქ წარმოდგენილ უნივერსიტეტებს, რომ ვთქვათ სტუდენტები ეს იყოს რაღაცნაირი ფორმა იმისა, რომ თუ სტუდენტი აქ წარმატებით გაივლის თავის კურსს, ჩაეთვალოთ კრედიტ საათში, იმიტომ რომ მას შეუძლია წამოდგეს თავის თავი დაასახელოს, წარადგინოს თავისი უმაღლეს სასწავლებელი, თავისი ინტერესის სფეროს მიხედვით რესპონდენტთან გაარკვიოს თავისი საკითხები, რაც თქვათ ონლაინ რეჟიმის მეშვეობით შეუძლია უნივერსიტეტმაც ადევნოს თვალი, ჩვენ მოვახდენთ მათ აღრიცხვიანობას, თქვათ მივადევნებთ მათ აქტიობას თვალს, ეს ჩვენ გვექნება აბსოლუტურად გაკეთებული ისე როგორც საჭიროა და მე ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო პროცესი შედგება, ანუ ჟურნალისტს, რომელიც სწავლობს თეორიას, შეუძლია პრაქტიკულად განახორციელოს, ისწავლოს კითხვის დასმის, ინფორმაციის მოპოვების, რესპონდენტთან ურთიერთობის პრაქტიკა და მე ვფიქრობ, რომ ჟურნალისტებისთვის, მომავალი ჟურნალისტებისთვის ეს არის ძალიან საინტერესო პროცესი, რომ ძალიან ბევრჯერ გვიფიქრია მეც, თქვენც და ალბათ თვითონ ჟურნალისტებსაც, რომ აი მე აქ ამ კითხვას დავსვავდი. ამიტომ ეს არის ის ადგილი, სადაც ნებისმიერს თუ აქვს რაიმე ტიპის კითხვა, შეუძლია ეს კითხვა დასვას, თუ არა აქვს, ისწავლოს კითხვა როგორ დასვას, როგორ ჩაეძიოს, წამოიყვანოს რესპონდენტი, შეითანხმოს და კიდევ მინდა გითხრათ, რომ ჩვენ აქტიურად ვეთანამშრომლებით ალბათ მომავალში იწყება დიდი სატელევიზიო თოქ-შოუ, ეხლა კონკრეტიკისგან თავს შევიკავებ, სადაც ამ სტუდენტებს ასევე შეუძლიათ იქაც გადაინაცვლონ და უკვე სატელევიზიო რეჟიმში მოახდინონ საკუთარი კითხვების, თავის და პრაქტიკის რეალიზაცია. ძალიან დიდი მადლობა სულ ყველას იმისთვის, რომ მობრძანდით და თქვენც ალბათ თქვენი პოზიციაც შეგიძლიათ რომ კი ძვირფასო. ამ წუთას აქ არის წარმოდგენილი ჯავახიშვილის უნივერსიტეტი, ჯიპა, ილიაუნი, თეატრალური უნივერსიტეტი, რობაქიძე და აგრარული უნივერსიტეტი. დამთავრებული მოთხოვნაა, რომ სტუდენტები ბადო რა მეხوار გამოტო ჟურნალისტიკის ფაკულტეტის. იცი რა, ამ ჟურნალისტიკა და სოციოლოგია, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ ნებისმიერ უნივერსიტეტს და პროფესიას შეუძლია აქ ჩაერთოს ამ პროცესში, იმიტომ რომ თუ ადამიანი სწავლობს სოციალურ მეცნიერებებს, აქ სულ ისეთი რესპონდენტებია, რომელთან ურთიერთობაც მათთვის მე ვფიქრობ საინტერესოა და მე ვფიქრობ, რომ დანარჩენს უკვე თვითონ უნივერსიტეტებიც მოგახსენებენ. თუ გაქვთ კითხვები, რა თქმა უნდა. კურს არა, შეზღუდვა არ არის თქო კურსზე. კარგი. მოაწეროთ მემორანდუმს ხე.
ეხლა რაც ყველაზე მთავარი არის ამ დღესთან დაკავშირებით ჩვენი დიდი ხნის მეგობარი და ნამდვილად ადამიანი რომელიც მუდმივად გვერდზე გვიდგას ნებისმიერ პროექტში გვაჩუქა ესეთი არაჩვეულებრივი სურათი ეს არის გია ბუღაძე და გვაჩუქა სურათი რომელსაც რა ქვია ბატონო გია პრეს კონფერენცია ეს უკვე მე ჩემი ვერსია მაქვს არა მართლა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება იმიტომ რომ ჟურნალისტებისთვის ურთიერთობა ესეთ ფორმატში აი ამას მოწერილი ლანა მომეშენიც არა ვითომ შენი მოვაწერ ხო აბესოდერ ჩემი ხელი ყველა სხვადასხვა ვერსია მე სათვალის არ ვიკეთებ რომ არ დაინახონ რომ ვებერი ვარ აბედობენ გადაშლა მაგარია ბავშვებო შეგიძლიათ სინქრონები ჩაწეროთ კაი დავამთავრეთ ტაში საჭიროა უნდა